მი არ მეგულება ფორმულა 1-ის გულშემატკივარი, რომლის საყვარელი გუნდის კარგად არ გამოიყურება და მთავარ კონკურენტზე რაღაცების შეთითქმას არ იწყებს. ხოლო თუ ბოლო 7 თვის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ მივხვდით, ახლა გეტყვით, რომ მე გახლავართ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მაკლარენის ჰეითერი, რომელსაც არსებობის პარალელურად გააჩნია YouTube არხი, სადაც მისი გამომწერების რაოდენობა ამ მომენტში 800-დან 900-მდე მერყეობს. და როგორ შეიძლება კმაყოფილი ყოფილიყო სეზონის დასაწყისში ეს მეტნაკლებად Red Bull-ის გულშემატკივარი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი შეიცვალა. თუ შევცვალეთ. რავი, ერთად გავარკვიოთ. ჯერ რომ გავიგოთ თუ როგორ აჩქარდა Red Bull-ის 2025 წლის RB21, წინა სეზონის დასაწყისში უნდა დავბრუნდეთ. პერიოდში, სადაც კრისტიან ჰორნერი თავის თანამშრომელ ქალბატონს უხანსობებს ანახებდა და თან პარალელურად ბირკინის ჩანთასაც პირდებოდა. ის ქალი თავიდან უარზეც კი არ ყოფილა, მაგრამ ორივე მამაზრდენობის უმაღლეს დონეს მიაღწიეს. ამ ყველაფერმა ინტერნეტშიც გაჟონა და 2005 წლის შემდეგ Red Bull-ის ერთადერთ თავკაცსა და Spice Girls-ის ერთ-ერთ გოგონას მეუღლეს წყალი შეუდგა. მაგრამ ეს საქმე მალევე ისტორიაში ყველაზე დომინანტი RB20-ის ინერციამ გადაფარა. 2023 წლის Red Bull იმდენად იყო რომ გულშემატკივრებს მისი შემდეგი ვერსიის დახურულ ტესტებზევე ეშინოდათ. სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და პირველ 10 რბოლაში 7-ჯერაც მოიგეს. მოიგეს რა, მოიგო. მაგრამ პირველი სკამის შერყევა ხარებმა მაიამიში იქცნეს, სადაც რატომღაც მაქს ტემპით ლანდო ნორისი ჯობდა. მარკომ კიდე გვამშვიდა ესო იმ ბოცკინტის ბრალიაო, მაქსი რო დაეჯახაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ბებერი კაცებისგან იმის მერე აღარ ვტყუდები, მამაჩემის მთვრალი ძმა კაცები ცხვრის რომ აზრობდნენ. ასე იყო თუ ისე ნიუის წასვლის კრიზისმა, სტაფის შეუთანხმებლად მუშაობამ და არასწორმა განახლებებმა თავისი ქნა. მანქანას ბალანსი დაეკარგა. მოსახვეებში თითქოს ბანანის ქერქზეც ურდებოდა. და ისეთ ტრასებზე, სადაც ქერბებზე გადასვლა მოსახვევის უკეთ გასავლელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, Red Bull იმ შეზებობარებულ სტაჟიორს გავდა. კომპიუტერის ჩართოც რო არ იცის. პარალელურად მაკლარენმა განახლებები იდეალური სიზუსტით მოარგო ბოლიდს და 6 რბოლის მოგებასთან ერთად თითქმის პოდიუმიდანაც არ ჩამოსულა. ასე იყო თუ ისე ის წელი ჩამთავრდა და შევედით 2025 სეზონში, სადაც Red Bull-ი არც პირველი და არც მეორე კონსტრუქტორი არ ყოფილა. RB21 სეზონის დასაწყისში ყველა ის პრობლემა გააჩნდა, რაც წინა სეზონის ბოლოს. ოღონდ უფრო გამძაფრებულად. იმ ტიპებივით არ დავიწყებ, Red Bull-ი მე-4 მე-5 მაგარა იყო. მანქანა ჩქარი იყო. უბრალოდ სასათბურე პირობებში. მაგრამ საბურავების წვეთა დაკარგული ბალანსი და სტაფი იმაზე მეც ნიშნავდა როგორც ჩანს, ვიდრე უბრალოდ სიდუხჭირე. RB21-ით მაქსი ერთ კონკრეტულ წრეზე ძალიან ჩქარი იყო. სწორედ ამან გამოიწვია ის 7 პოული, რაც ნიდერლანდელს ამ მომენტისთვის აქვს. ხო, იმედი ამ ვიდეოს რო უყურებთ, მექსიკაც გადაკეცილი ექნება. ხოლო სეზონის სტარტზე მაქსმა პოულების ის ნაწილი გადათარგმნა მხოლოდ გამარჯვებაში, სადაც ტრეკი დიდად გადასწრებების საშუალებას არ იძლეოდა. სუზუკაზე და იმოლაზე მაქვს საუბარი, რადგან RB21 დღემდე განიცდის უცნაურ საბურავების დეგრადაციას. გუნდის სწრაფმოსახლეებში კარგი იყო. სწორედ ამის ხარჯზე წამოიღეს სუზუკა, მონცა და კი რაღაც ჯედაც. ის დამსახურებული ჭარიმა რო არა. სამაგიეროდ წვალობდნენ საშუალო და უფრო ნელი სისწრაფის მოსახვეებში და იქ თუ ცვეთა მაღალი იყო, ხო საერთოდ. ამის გამო ვიხილეთ უსახური Red Bull-ი ბაჰრეინში, მონაკოში და უგრეთში. ვიღაცებს როგორც ჩანს ყელში ამოვიდათ ეს რაღაცა და ერთ ჩვეულებრივ საბუშაო დღეს ფორმულას აპლიკაციამ თავისი notification-ით გვამცნო, რომ კრისტიან ჰორნერი Red Bull-დან აჭიდლაყეს. და მისმაგივრად Racing Bulls-ის თავკაცი ლორენ მეკისი აიყვანეს. ხო, მეკისი თუ არ იცით, ძალიან მარტივად გაგახსენებთ. 2022-ის მონაკოში შარლის შემთხვევით ბოქსებში რო შეიყვანეს, პირველი მეკისი იყო თავში, ვინც ხელი წაიშინა. და ისიც 2023-ის ავსტრალიაში საინსის ჯარიმა რო გააპროტესტა, მზე უჭყუტუნებდა ბავშვ თვალებშიო. ამ კაც ფორმულა 1-ში სხვა გამოცდილება და ინჟინერის ბექგრაუნდი აქვს. თან ჭუჭუების ფრილაშიც არაა შემჩნეული. ასე რომ გუნდი იმედიანად იყო. არა გატყვევთ, მარკომ ხელი ჰქონდა ჩაქნეული ზაფხულის შესვენების დროსო, მაგრამ მეკისმა მოგვაბრუნაო. სეზონის გარდამტეხი ეტაპი ალბათ მაინც სპა იყო, სადაც გუნდმა მეტნაკლებად ახალი რეგულაციები ნიკიტა მაზეპინზე დაიკიდა. მუთაკას თავი მოხსნა და განახლებების მთლიანი პაკეტი გაისროლა. თან სპა ისეთი ტრეკია, სადაც ყველანაირ მოსახვეზე პოვი, რომ მოინდომო. იქ სწორი მონაკვეთი, იქ სწრაფი ესები, იქ ნელი ბასტოპი. მოკლედ ხარებ ახალი ფრთაა დაკიდება საიტბოდი სამუხრუჭე სისტემა და ძველი ბაქსი ჩამოიყვანეს. სპრინტი მოიგეს, მაგრამ ბოლოში დიდად ვერც ვერაფერი იქნეს. რატომ? ზემოთ ნახსენები საბურავების წვეთის გამო. წინა ფრთაზე გუნდმა თავისთვის ახალი, მაგრამ სხვებისთვის კარგად ნაცნობი ქალთევზა ფრთებუკები წააბა და ბოლიც. რითაც შემხედრი ჭუჭყიანი ჰაერი არა საბურავებისა და კიდებისკენ, არამედ საიტბოდისკენ გადადიოდა. ამით მეტნაკლებად საბურავის გადახურების პრობლემა მოგვარდა. ამასთან ერთად ეს Red Bull-ი საშინელად ხრდებოდა. სწორედ ამიტომ გაზარდეს საიტბოდის შემშვებები და ღიობები სამუხრუჭე დისკზე. უკეთესი ჰაერის ცირკულაციისთვის. სხვადასხვა შედეგმაც არ დააყოვნა. შდეგმა რა, კალენდარში ისეთი ტრასები მოაძვა, სადაც ყველაფერში მაკლარენს თავისი ცოტა-ცოტა ყველაფერი აღარ გამოადგა. პაპაები სეზონის დასაწყისში უამრავ ადამიანს მოხვდა ზედმეტად თვალში. ჯერ იყო და ფრთას იმაზე მეტად ღუნავდნენ, ვიდრე საჭირო იყო. მერე ჰორნერი ადგა და მაქვინი 2-დან ოლინოლის თერმული კამერა მოიტანა, მაგაც წყალი აქ საბურავებში და მაგით უარ წვდებაო. წყალწაღებული პოლ პოზიციას ეჭიდებოდაო თუ როგორცაა. სამაგიეროდ თავიანთი სტრატეგიული შეცდომების გარდა გზელ სწორ მონაკვეთებზეც არ არიან მაგები გარგები. MCL 39 თავიდან ბოლომდე დაუნფორსა გათვლილი მანქანა, რომელიც ძალიან კარგად გამოჩნდა ავსტრალიაში, ჩინეთში და ნიდერლანდებში. თუ დააკვირდებით, არ გვაქვს კალენდარში არც ერთი ტრეკი, სადაც Red Bull-იც სწრაფია და მაკლარენიც. ეს მათი განსხვავებული აგებულების გეომეტრიას და იდეოლოგიას უსვამს ხაზს. ხოლო ცხელი ეტაპები, სადაც ცვეთა საშინელად დიდია, მაკლარენი ყველასთან შედარებით კარგად გამოიყურება. და მაინც როგორ დაბრუნდა მაქსი საჩემპიონო ბრძოლაში და როგორ არის ოსკართან ორმოს გულაში. უნდა მოგსვა ადამიანი ვიქნები ესეა გამართლებით რო არ დავიწყო.
იქ ლანდოს რავი დაიწვა, იქ ოსკარმა საერთოდ ვერაფერი იქნა ბაქოში. ოსტინში სპრინტზე ბოულინგი ითამაშეს. ეს ყველაფერი რასაკვირველია გამართლების და იმ წნეხის ბრალია, რასაც მაქსის შეთანხმებულ პაპაიას წესებს უპირისპირებს. უფრო მარტივია შედეგის დადება მაშინ, როცა დასაკარგი არაფერი გაქვს. ხოლო შენი მოწინააღმდეგეები გზაში უსვლიან ერთმანეთს ადგილებს. ბაქოში და ტეხასში გამოჩნდა ეს რეალური პრობლემა, რაც მაკლარენს ბოლო 2 წელია აქვს. და ეს არის სწორმონაკვეთზე ვერ გადასწრება. შაშან და წელსაც ორივე პაპაიამ საკმაოდ ბევრი იწვალა როგორც ბაქოში, ისე ოსტინში, რომ პოზიცია მოეგოთ. ხოლო ამ უკანასკნელში მაინც თავიანთი სუპერ გამძლე საბურავებით გავიდნენ ფონს. სეზონი როგორ დამთავრდება არავინ იცის. და ისიც არავინ იცის ამ ვიდეოს კეთების დროს 39 სიცხე რანაირად დავიკიდე. რასაკვირველია ერთს დრო გვიჩვენებს, ხოლო მეორეს მკურნალობა, სითხეები და ყელის აწუწნიაბები. შემდეგი ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. არაფერი გადაგედოთ და ამჯერად ჩუბზე ვერ გაგოცებთ. დიპლომატიურად დაგიკრავთ თავს. პაკა.